ახალგაზრდა კათოლიკოს პატრიარქი ახალი შემართებით იწყებს ღვთის სიტყვის ქადაგებას, შესაბამისად მორწმუნე ერზე და მთელს ერზე მზრუნველობას. ეს არის სავალდებულო ქმედება, რო არ გააკეთოს მას ეს არ შეუძლია. და მისი ყოველი სიტყვა, რომელიც არის ღვთის სიტყვა, მისი ყოველი სიტყვა, რომელიც თანხვედრაშია ღვთისნებასთან, ახდენს ლუსტრაციას მთელი ერისა და თითოეული ადამიანის. დაახლას ესე მოხდა. განვაზოგადოთ. ცოდვაში მყოფი ადამიანის ცხოვრება უპერსპექტივოა. რა იგულისხმება? აქ იგულისხმება შეუნანებელ ცოდვაში მყოფი თორე ის რომ ღმერთი ნებისმიერ ცოდვას მკიდურეს დაცემულობასაც მიუტევებს ადამიანს, თუ ის შეინანებს, ეს იმდანაც ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ სკოლის ბავშვებმაც კი იციან, სადაც ხანდახან ჟულის გაკვეთილები უტარდება. თუნდაც ჩემი საუბარი ვიყოთ, ის არ მოიცავს სრულ ღვთისმეტყველებას, ის რაღაცა ფრაგმენტია, შემდეგ კიდე რაღაც ფრაგმენტია, მით უმეტეს ზეპირმეტყველებაში, ხო? ამიტომ თავისთავად ცხადია, თქვა რომ გამოვალ და ვიტყვი რომ მემთვრალეებს, ნარკომანებს, მოთამაშეებს, კაზინოს მეპატრონეებს და ასე შემდეგ პერსპექტივა არ აქვს. ეხლა ეს რო ვიტყვი, რას ნიშნავს? ამას ამბობს პავლე მოციქული. მემთვრალეთა სხვადასხვა გარყვნილებებს ჩამოთვლის, ხო? ასეთმა ადამიანებმა სასუფეველი ვერ დაიმკვიდრო. რა ვქნათ ეხლა პავლე მოციქული გავასამართლოთ, განვიკითხოთ პავლე მოციქული როცა ამბობს რომ ამ ცოდვის მქონე ადამიანები სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. ზუსტად ამ სიტყვებს ამბობს ერის მამამთავარი და ამბობს ოჯახი სადაც კეთდება აბორტები, ამ ოჯახს პერსპექტივა არ აქვს. დიახაც არ აქვს პერსპექტივა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვადასტურებ. თუ რა თქმა უნდა არ შეინანებენ, ფაქტია, რომ ეგრევე დაიწყო ლუსტრაცია. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, ანუ ზიგოტა, რასაც ქვია, ემბრიონის რო არ არის ჯერ. ქრისტიანული სწავლებით ეს განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, ეს არის ცოცხალი ადამიანი, რომელსაც აქვს უკვდავი სული. ეგ ერთი, მეორე. ის არის უნიკალური პიროვნება. აი მაგალითად, ბეთჰოვენის დედას და მამას ქრონიკული დაავადებებით იყვნენ და ამიტომ ყველა შვილი, რომელიც იბადებოდა, იყო დაზიანებული ფიზიკურად. იმდენად პრობლემური იყო ყველა ბავშვი ფიზიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით, რომ თანამედროვე ეპოქაში რო ეცხოვრეთ, ყოდე რომ არ შეიძლება თქვენი შვილის გაჩენა და უნდა მოიშალო მუცელი, იმიტომ ხო ხედავ შენი ბავშვები რა დღეში არიან. რომ მოეკლათ მუცელში ბავშვი, თქვენ ისით რომ არასოდეს სამყაროში მეხუთე და მეცხრე სიმფონია აღარ იარსებდა. ნებისმიერი ფიზიკის კანონი, თუ ეინშტეინი არ იარსებობდა, ნიუტონი არ იარსებობდა, სხვები აღმოაჩენდნენ, იმიტომ რომ ეს კანონები არსებობს, მას ჭირდება აღმოჩენა, მაგრამ მეხუთე სიმფონია და მეცხრე სამყაროში არ არსებობდა, ის სხვა სამყაროა. და თუ არ იქნებოდა ბეთჰოვენი, აღარ შეიქმნებოდა. გესმით რა შეასახა? ყოველი ზიგოტა იქნება თუ ემბრიონი არის უნიკალური როგორც პიროვნება და თუ მას კლავ, შენ კლავ თელ სამყაროს, რომელსაც არაძლევ ამ სამყაროში რეალიზების საშუალება. ბავშვი, რომელიც მუცელში მოკვდა, აბსოლუტურად არ არის რეალიზებული. ვინაგებს ამაზე პასუხს? და გამოდის კათოლიკოს პატრიარქი და ამბობს, რომ ამის მკეთებელი ოჯახები უპერსპექტივოა. პავლე მოციქულის დარად, პავლე მოციქულის მსგავსად თქვა კათოლიკოს პატრიარქმა. რა ამბავი ატყდა. უწმინდესი და უნეტარესის შიოს სიტყვები იყო აბსოლუტურად თანხვედრაში წმინდა წერილთან, პავლე მოციქულის სულისკვეთებასთან და ვინც ეს ვერ დაიტია, თავისთავი გამოავლა. და კიდევ ერთი მინდა ვთქვა, რომ აი ლიბერალურ სამყარო შემოგვეჭდო 90-იანი წლების მერე. ჩვენ გვეგონა, რომ ლიბერალისტთან ლიბერალური ურთიერთობით მათ ღვთის სიტყვას დავანახებდით და ხისტები არ ვიყავით ჭეშმარიტებისა და პატრიარქის დაცვაში. ახლა ასე აღარ უნდა გავაკეთო. მე პირადად ერთ სიტყვას არ დავტოვებ ყურადღების გარეშე, როდესაც ჩვენს პატრიარქს მის ნათქვამ სიტყვას შეურაცხყოფ. ბოლომდე ვიქნები მამხილებელი. მოგიწოდებთ, რომ ფხიზლად ვიყოთ.